2 დეკემბრიდან პეკინს და თბილისს ერთმანეთთან უმსხვილესი ავიაკომპანია Air China დააკავშირებს. პირდაპირ ავიარეისი ყოველ სამშაბათს და შაბათს ქალაქ ურუმჩის გავლით შესრულდება. აინტერესება ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან პერმანენტულად იზრდება საქართველოს ავიაციო ბაზრით, შესაბამისად გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ უახლოეს მომავალში მეტი მიმართულება და მეტი ავიაკომპანია დაგვემატება. თბილისსა და პეკინს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლის დაწყებას საფუძველი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტისას ჩაეყარა, სადაც ქართულმა დელეგაციამ ჩინურ მხარესთან საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ორ დედაქალაქს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყება ხელს უწყობს როგორც ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის, ასევე ტურისტული ნაკადების მოზიდვას საქართველოში. ეკონომიკურ გუნდში იმედი აქვთ, რომ ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის პირდაპირ ფრენა საქართველოს ეკონომიკას განავითარებს და ტურისტულ ნაკადებსაც გაზრდის. მსგავსია კერძო სექტორის მოლოდინით, სადაც ამბობენ, რომ ჩინელი ტურისტები განსაკუთრებით პეკინიდან მაღალ მხარჯველ უნარიანობით გამოირჩევიან. ჩვენთვის ჩინეთი როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის გადმოსახედიდან არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიულად ყველაზე მთავარი დანიშნულება და მიმართულება, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია მოვიზიტოთ როგორც მაღალმხარჯველი ტურისტები, ასევე გავამდიდროთ ჩვენი ეკონომიკა. ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა. ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე წლის მხოლოდ 10 თვეში 25,000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.